ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობა პოლიტიკური თანაცხოვრების პროცესს გააგრძელებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი არ იქნება მისი გუნდიდან, კოჰაბიტაციის პროცესი ისევ გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 2012 წლის პოლიტიკური მოვლენებით შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნება მიაღწია იმას, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა. 2013 წელი უპირველეს ყოვლისა იქნება იმ ყბადაღებული და ძალიან ცნობილი კოჰაბიტაციის წელი. ახლა ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ერთად ცხოვრება მოგვიწევს. თუ საქართველოს პრეზიდენტი მომავალი 2013 წელს არჩეული კვლავ არ იქნა ქართული ოცნების წლიდან, ჩვენ გავაგრძელებთ კოჰაბიტაციას. თუ არა და კოჰაბიტაცია დამთავრდება, თუ კოჰაბიტაცია არ ნიშნავს ოპოზიციის და ხელისუფლების თანამშრომლობას, კოჰაბიტაცია ნიშნავს თორსა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს სხვადასხვა პარტია ხელმძღვანელობს.